ნომერი 10. სტივენ სტეინერი. 1972 წლის 4 დეკემბერი იყო და საყვარელი 7 წლის ბიჭი სახელად სტივენ სტეინერი სკოლიდან სახლში მიდიოდა მერსედესში, კალიფორნიაში. ეს გზა მას თითქმის ყოველ დღე გაევლო. ამჯერად მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ უკვე აბსოლუტური ბოროტების სამიზნეში იყო. ის ერთადერთი არ ყოფილა, ვისაც იმ დღეს ირვინ ედუარდ მერფი მიუახლოვდა. ზრდასრული კაცი, რომელსაც ოდნავ უცნაური ქცევა ჰქონდა. საშიში არ იყო, უბრალოდ ცოტა უცნაური. ირვინი ბავშვებს რელიგიურ ბუკლეტებს ურიგებდა და ცდილობდა გაეგო, ვის ჰქონდა რწმენა უფლისადმი. დღეს სტივენის რელიგიური აღზრდა მას ყველაზე სასტიკი და შემზარავი გზით დასჭიდა. სტივენი ირვინს თავაზიანად ეპყრობოდა, რადგან დედამ ყოველთვის ასწავლა, რომ მეგობრული და ზრდილობიანი ყოფილიყო. ირვინმა კითხა სტივენს, დაინტერესდებოდა თუ არა მისი დედა რელიგიური ლიტერატურის წაკითხვით. როცა სტივენმა თქვა, რომ დიახ, რა თქმა უნდა, დაინტერესდებოდა, თავად ეშმაკი თეთრი ბუიკით მივიდა მათ შესახვედრად. საჭესნამჯდომი კაცი იყო კენეთ პარნელი, რომელიც როგორც ჩანდა, საკმაოდ მეგობრული იყო. კენეთს ბევრი საერთო ჰქონდა სტივენის ასაკის ბიჭებთან, მაგალითად უყვარდა ფანტაზიებში თამაში. 1951 წელს მან კიდევ ერთი უდანაშაულო პატარა ბიჭი მოითხოვა, თავი კეთილ პოლიციელად გაასაღა. მაგრამ 1970-იანი წლების დის დასაწყისი უფრო უდანაშაულო დრო იყო, სანამ გაჩნდებოდა უცხო ადამიანების საფრთხის შესახებ გაფრთხილებები და ნამდვილი დანაშაულის დოკუმენტური ფილმები. სტივენი და ირვინი კენეთ პარნელის ბუიკის უკანა სავარძელში ჩასხდნენ. სტივენს მისი ოჯახის არც ერთი წევრი აღარ ნახავდა, სანამ ის 14 წლის არ გახდებოდა. სტეინერების ოჯახისთვის ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა, რადგან ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა კამპანიებმა დაკარგული შვილის საპომელად შედეგი არ გამოიღო. სტივენის მშობლები განადგურებულები იყვნენ. ცხოვრება ისედაც რთული იყო 4 სხვა შვილით, მაგრამ სტივენის არყოფნა და მისი დაბრუნების მოლოდინში მუდმივი წუხილი მთლიანად მოიცავდა მათ. სტივენის უფროსი ძმა კერი გრძნობდა, რომ დაკარგული ძმის ჭრდილში ცხოვრობდა, რადგან მშობლების მწუხარების სიმძიმე მთელ მათ ყურადღებას მას აშორებდა და იგრძნობდა უყურადღებობას. შეიძლება რომ სტივენი რომ არ გაეტაცებინათ, სტეინერების მშობლები შეამჩნევდნენ იმ სიბნელეს, რომელიც კერის გულში იზრდებოდა. მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. ის პირველი საშინელი საათები, როცა სტივენი სკოლიდან სახლში არ დაბრუნდა, გადაიქცა დღეებად, კვირებად, თვეებად და შემდეგ წლებად. და შემდეგ იმედი რომ ოდესმე ისევ ნახავდნენ მას, ნელ-ნელა ქრებოდა. რა თქმა უნდა, ისინი არასდროს ნებდებოდნენ, მაგრამ ზოგჯერ არ დაანებება კიდევ უფრო მეტად ტკენდა, როცა ფიქრობდნენ რას იტანდა პატარა სტივენი. და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ რაც არ უნდა წარმოედგინათ ყველაზე საშინელ სცენარებში, ალბათ მაინც ვერ მიუახლოვდებოდა იმ საშინელებებს, რასაც სტივენ სტეინერი რეალურად გამიცდიდა. 1980 წლის 1 მარტს სტივენ სტეინერი კვლავ გამოჩნდა და ის მარტო არ იყო. ეხლა უკვე 14 წლის სტივენ სტეინერი კალიფორნიის ქალაქ უკაიას პოლიციის განყოფილებაში მივიდა. მის გვერდით კი 5 წლის ტიმოთი უაიტი იყო. არავინ წარმოიდგენდა იმ მოვლენათა ჯაჭვს, რომელმაც სტივენი და ტიმოთი თავიანთ ოჯახებს დაუბრუნა, მაგრამ ისინი მალე ყველაფერს გაიგებდნენ. 7 წლის წინ სტივენის გატაცების შემდეგ კენეთ პარნელმა იგი კეთის ველის ერთ განმარტოებულ ქოხში წაიყვანა. და სწორედ იქ დაიწყო ტვინის გამორეცხვა. კენეთმა უკვე ჩაითრია ირვინი, ინტელექტუალურად შეზღუდული კაცი, თავის გავლენაში და დაარწმუნა, რომ ეს გატაცების გეგმა იყო კეთილშობილი მისია ბავშვის რელიგიურად აღზრდისთვის. რეალობა სულ სხვანაირი იყო. კენეთმა სტივენს უთხრა, რომ მისმა მშობლებმა მასზე უარი თქვეს, რომ მათ ძალიან ბევრი შვილი ჰყავდათ და ახლა კენეთი იყო სტივენის კანონიერი მეურვე. ასე დაიწყო თითქმის 10 წლიანი სისასტიკე და ძალადობა, როცა კენეთმა სტივენი ერთი სკოლიდან მეორეში გადაიყვანა და ახალი სახელი დაარქვა – დენის გრეგორი პარნელი. მან წაართვა სტივენს ოჯახი, მან წაართვა მისი პიროვნება. მან მას თვით იდენტობაც კი წაართვა, იმ იმედით, რომ სრულყოფილ იარაღად ჩამოაყალიბებდა. როცა სტივენი მოზარდი გახდა და გაქცევის თითქმის ყველა იმედი დაკარგა, კენეთმა მასზე ინტერესი დაკარგა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ სტივენი პატარა ბიჭის მოსატყუებლად გამოეყენებინა. ეს არასდროს გამოუვიდა და კენეთი ყოველთვის ფიქრობდა, რომ სტივენი უუნარო იყო. კენეთს კი წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სტივენი ჩუმად აფუჭებდა გატაცების ყველა მცდელობას. სინამდვილეში სტივენის გაქცევის მიზეზი ამდენი წლის ტანჯვის შემდეგ მისი უსაფრთხოება კი არ იყო. ეს იყო პარნელის მიერ 5 წლის ტიმოთი უაიტის გატაცება, რომელსაც ის იმავე საშინელებებს უპირებდა, რაც სტივენს დაატეხა თავს. 1980 წლის 1 მარტს სტივენმა გადაწყვიტა, რომ გაქცევის დრო იყო, როცა კენეთი სამსახურში იყო წასული და ტიმოთიც თან წაიყვანა. მათ რამდენიმე მილი ავტოსტოპით გაიარეს, სანამ უკაიას პოლიციის განყოფილებამდე მივიდოდნენ. კენეთ პარნელის დაპატიმრებაზე ორდერი გასცეს და ორივე ბიჭი სახლში დააბრუნეს. მაგრამ როგორც ხშირად ხდება ამ ვიდეოში მოთხრობილ ისტორიებში, ზოგჯერ სიბნელე რჩება, თუნდაც დანაშაული დასრულდეს. პარნელი მხოლოდ 5 წელს გაატარებდა ციხეში თავისი დანაშაულისთვის, ხოლო სტივენი თითქმის 10 წლის შემდეგ 24 წლის ასაკში მოტოციკლის ავარიაში დაიღუპებოდა. ტიმოთი მისი დაკრძალვის ცერემონიაზე ერთ-ერთი კუბოს მტვირთველი იქნებოდა. სტივენის უფროსი ძმა კერი მოგვიანებით სასტიკ სერიულ მკვლელად გადაიქცეოდა, რომელმაც 4 ქალი მოკლა. მაგრამ დანაშაული, რომელიც ჩადენილია სუფთა სადიზმის გამო, ზოგჯერ უფრო გასაგებია, ვიდრე დანაშაული, რომელიც ჩადენილია სიყვარულის დამახინჯებული ფორმით. ნომერი 9. მაოინი.
1988 წლის ოქტომბერში ლი ჟენჟენსაი, ქალი, რომელიც ჩინეთში მარცვლეულის ექსპორტიორად მუშაობდა, მიიღო ტელეგრამა, რომელშიც 6 სიტყვა ეწერა და რომელიც ძვალ რბილში გაატანა შიშმა. ის მისი ქმრისგან იყო და ეწერა: საგანგებო მდგომარეობაა სახლში, დაუყოვნებლივ დაბრუნდი. ჟენჟენსაიმ პანიკაში მყოფმა თავის მენეჯერს კითხა, რას შეიძლებოდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი. გაკვავებული სახით, მან უბრალოდ ის უთხრა, რაც ყველა მშობლის ყველაზე საშინელი კოშმარია. თქვენი შვილი დაკარგულია. ასე დაიწყო მის გარშემო მისი და მისი ქმრის სამყაროს ჩამოშლა. ბიჭი მაო ინი, მხოლოდ 2 წლის და ნახევრის იყო, მისი სიამაყე და სიხარული. ეს იყო ჩინეთის ცუდად ცნობილი ერთი შვილის პოლიტიკის დრო. ამიტომ თითოეულ ოჯახს შეეძლო მთელი სიყვარული და ყურადღება მიეძღვნა იმ ერთ შვილზე, რომლის ყოლაც ნებადართული ჰქონდათ. მაო ინი ყოველთვის ძალიან საყვარელი და ცნობის მოყვარე პატარა ბიჭი იყო. ჟენჩაი მოგვიანებით გაიხსენებდა ზოოპარკში ერთ დაუვიწყარ მოგზაურობას, სადაც ბიჭი, რომელსაც მშობლები ჯიას ეძახდნენ, რაც დიდს ნიშნავს, სიხარულით გაოცებული უყურებდა მიწაზე მცოცავ ჭიასაც კი. არაფერი ამ სიტუაციაში აზრს არ იძლეოდა. მამამისი უბრალოდ ბაღიდან სახლში მიყავდა, როგორც ამას ყოველდღე აკეთებდა მათ მშობლიურ ქალაქ სიანში. მაო ინის მამამ ახლო მდებარე სასტუმროში მხოლოდ წამით შეჩერდა, რომ მისთვის ერთი ჭიქა წყალი მოეტანა. სულ 2 წუთში, როცა წყალს აცივებდა, მისი შვილი უკვალოდ გაუჩინარდა. ეს იყო ყველა მშობლის ყველაზე საშინელი კოშმარი, მაგრამ თავი და ისინი ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი. მაშინვე რომ აცნობეს სამართალდამცავებს, ეგონათ ბიჭს მალე იპოვიდნენ. წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა მძიმე 10 წლეულები ელოდათ წინ. მაგრამ დიდი ალბათობით მაო ინი საერთოდ ვერ იპოვებოდა, რომ არაერთი გადამწყვეტი ფაქტორი. ლი ჟენჯაი იყო დედა, რომელიც არაფრის მიუხედავად არასდროს დანებდებოდა. შვილის დაკარგვის შემდეგ მან დაუყოვნებლივ დაიწყო მოქმედება, დაბეჭდა და გაავრცელა 100,000-ზე მეტი საძებნი განცხადება, რათა მაო ინის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ყველასთვის მიეწვდინა. მის გულს მუდმივად ტკივილი აწუხებდა დანაკარგის გამო. გონებაში გამუდმებით ესმოდა ხმა, რომელიც ეუბნებოდა, რომ შვილს აღარასდროს ნახავდა. მაგრამ ეს იყო ხმა, რომელსაც ის არ უსმენდა. ის იპოვიდა თავის ჯიას, თუნდაც მთელი ცხოვრება დასჭიროებოდა. ამ ყველაფრის ფონზე ჟენჯიამ გაიგო ბოროტი ჭორის შესახებ. კიდევ ერთმა ახალგაზრდა წველმა, როგორც ჩანს, იშვილა ბავშვი, რომელიც ძალიან გავდა მის დაკარგულ ბიჭს. ის არ მოისვენებდა, სანამ ამას არ დაადასტურებდა. მან წყვილი მთელ ქვეყანაში გააგიდა, მაგრამ ისინი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყვნენ, თითქოს დასცინოდნენ და აძლევდნენ იმედს, რომ მისი კოშმარი დასრულდებოდა. მაგრამ ბოლოს გაიგო, რომ წვილის პატარა ბიჭი სინამდვილეში მაო ინი არ იყო. ეს დამანგრეველი დარტყმა იყო, მაგრამ მათთვის არც ერთი დარტყმა საკმარისი არ არის, რომ დანებდნენ. წლების განმავლობაში ჟენძიაის ძებნამ 29 დაკარგული ბავშვი დააბრუნა საკუთარ ოჯახებში. თუმცა ჩანდა, რომ ეს ბედი მას არასდროს შეხვდებოდა. ასე იყო მანამ, სანამ ტექნოლოგიები ჟენძიაის ძიების ინტენსივობას არ დაეწია. 2020 წლის აპრილში პოლიციამ მიიღო ინფორმაცია წყვილზე, რომლებმაც 32 წლის წინ სიჩუანის პროვინციაში ბავშვი იყიდეს 66,000 იუანად, ანუ დაახლოებით $845. როცა მათ გამოძიება დაიწყეს, შეძლეს ფოტორობოტისა და DNM-ის ტესტირების ტექნოლოგიის გამოყენებით დაემტკიცებინათ, რომ ზრდასრული მამაკაცი გუგუო ნინგნინი, სახელი რომელიც გამტაცებლებმა დაარქვეს, სინამდვილეში მაო ინი იყო. იმ წლების წინ ის ადამიანებით მოვაჭრეებმა გაიტაცეს და უშვილო წყვილს მიყიდეს, სადაც მან სრულიად განსხვავებული ცხოვრება გაატარა. რამდენადაც საშინელი უნდა ყოფილიყო გუოსთვის იმის აღმოჩენა, რომ მთელი მისი ცხოვრება ფაქტობრივად ტყუილი იყო, ემოციურმა შეხვედრამ მის ნამდვილ დედასთან და მამასთან 22 წლიანი ძებნა თითოეულ წამად ღირებულად აქცია. ზოგიერთი გაერთიანება უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად ხდება. სხვა გაერთიანებები კი წარმოუდგენლად უცნაური დამთხოვების შედეგად ხდება. ნომერი 8. ზეფანი ნერსი. ამბობენ, რომ მშობიარობა ერთ-ერთი ყველაზე რთული რამაა, რაც ქალს შეიძლება გადახდეს და ამას ცოცხალ ადამიანთაგან ყველაზე კარგად ცელესტ ნერსი იცის. 1987 წლის 28 აპრილს სელესტ ნერს კეისრის კვეთა გაუკეთეს კეიპტაუნის გრუტეშურის საავადმყოფოში, სამხრეთ აფრიკაში, რათა გაეჩინა ჯამთელი გოგონა, რომელსაც ზეფანი დაარქვნა. ეს დამხლელი და მტკივნეული გამოცდილება იყო, რის შემდეგაც იგი დამამშვიდებლების ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მისი შრომის ნაყოფი, პატარა გოგონა, მის საწოლთან ახლოს იწვა საწოლში და ტირილსა და ძილს ენაცვლებოდა. მომდევნო დაძაბულ დღეებში მას ახსოვს, როგორ მიუახლოვდა მის საწოლს მედდა, ან ყოველ შემთხვევაში ქალი, რომელიც მედდასავით იყო ჩაცმული. ამ ქალმა ზეფანი საწოლიდან აიყვანა და ხელში აიყვანა, ამშვიდებდა როცა ტიროდა. შემდეგ ტკივილ გამოხუჩებლებმა იმოქმედეს და გონება დაკარგა. როდესაც ცელესტი გამოფხიზლდა, მის საწოლთან ნამდვილი მედდა დახვდა, რომელიც პანიკაში ეკითხებოდა, სად იყო მისი ბავშვი. საწოლი ცარიელი იყო. ზეფანი აღარ იყო. პოლიცია გამოიძახეს და მათ დაუყოვნებლივ დაიწყეს საავადმყოფოს სრულმასშტაბიანი ძებნა. ზეფანი ვერ იპოვეს, მაგრამ აღმოაჩინეს შემაწრწუნებელი კვალი, რომელიც მიუთითებდა თუ რა დეტალურად ჰქონდა დაგეგმილი გამტაცებელს ყველაფერი. მათ იპოვეს გადათრილი ბალიში, რომელიც პოლიციის აზრით გამტაცებელმა გამოიყენა ორსულობის იმიტაციისთვის, რათა საავადმყოფოში შესულიყო. შემდეგ მან ჩაიცვა რეალისტური მედდის ფორმა,
და დაიწყო მეგობრობა სხვა ორსულ ქალებთან. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კეთილად გამოიყურებოდა, სინამდვილეში ის იყო მგელი წყლის ტყავში, რომელიც ცდილობდა თავისი გეგმისთვის იდეალური სამიზნე ეპოვა. ყველა ალბათობით ის ფაქტი, რომ ცელესტი საკეისრო კვეთა ჰქონდა დაგეგმილი, ნიშნავდა, რომ მას მშობიარობის შემდეგ ანესთეზი ექნებოდა, რაც მას უფრო ადვილად სამართავ მსხვერპლად აქცევთა მსხვერპლად აქცევდა. გეგმა ტრაგიკულად განხორციელდა ყოველგვარი შეფერხების გარეშე. 5 დღის შემდეგ ცელესტი სახლში დაბრუნდა ბავშვის გარეშე. შემდგომი წლები ნამდვილი წამება იყო. ნერსების ოჯახი თანამშრომლობდა გამომძიებლებთან და მუდმივად ატარებდა მედია კამპანიებს, რათა საზოგადოებისთვის ზეფანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გაევრცელებინა. იყო მცდარი კვალი, რომლებიც მხოლოდ გამანადგურებელ იმედგაცრუებად იქცა. ერთ შემთხვევაში განსაკუთრებით საზიზღრად, გლენდა დუბელი, ცელესტეს დედის მეზობელი, თითქოს იცოდა რა მოხდა, მაგრამ სინამდვილეში ოჯახისგან ფულის გამოძალვას ცდილობდა. ამ დროის განმავლობაში ცელესტეს მეორე ქალიშვილი კასიდი შეეძინა და 2015 წლის იანვარში ზეფანის გაუჩინარებიდან 17 წლის შემდეგ მან ახალი სკოლა დაიწყო. იქ მან გაიცნო ცოტა უფროსი გოგონა, სახელად მიშა სოლომონი და ყველა მათი მეგობარი აღნიშნავდა, როგორი საოცარი მსგავსება იყო მათ შორის. როდესაც კასიდის მამამ მორნემ ამის შესახებ გაიგო, მან შეხვედრა მოაწყო თავისა და ქალიშვილის ახალ მეგობარს შორის. აღმოჩნდა, რომ ეს ქალიშვილის ახალი მეგობარიც მისი შვილი იყო. დნმ-ის ტესტმა ეს დაადასტურა. 17 წლის მიშა სოლომონი სინამდვილეში ზეფანი ნერსი იყო. ქალი, რომელსაც ის დედად მიიჩნევდა, სინამდვილეში მისი გამტაცებელი ლავონა სოლომონი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სოლომონის ქმედებები უდაოდ საშინელი იყო, ასევე რთულია არ დაინახო იგი საწოდავადაც. მას ამ ქმედებისკენ სიგიჟის შეტევა მუბიძგა, რაც რამდენიმე მუცლის მოშლის შედეგად განიცადა. ლავონა დააკავეს და ციხეში წაიყვანეს გატაცებისთვის. მიშა სოლომონმა გადაწყვიტა ეცხოვრა იმ კაცთან, რომელსაც მამად მიიჩნევდა და რომელსაც დაუმტკიცდა, რომ არანაირი ცოდნა არ ჰქონდა იმ გატაცების შესახებ, რომელმაც მას ქალიშვილი მოუყვანა. ზეფანი, რომელიც ჯერ კიდევ მიშა სოლომონის სახელით ცხოვრობს, მას შემდეგ რაც გაუჭირდა ბიოლოგიურ მშობლებთან ურთიერთობის ჩამოყალიბება, ამ გამოცდილების შესახებ წიგნი დაწერა სახელწოდებით „ზეფანი, ორი დედა, ერთი ქალიშვილი“. ეს არის გასაოცარი ნამდვილი ისტორია და როგორღაც ის კიდევ უფრო უცნაური ხდება. ნომერი 7. ალექს პეტი. ალექს პეტი არატრადიციულ გარემოში გაიზარდა. ის 2 წლის იყო, როცა მამა ოჯახი დატოვა. მას დედა მელანი და ბებია სიუზანი ზრდიდნენ, რომელიც მოგვიანებით მისი კანონიერი მეურვე გახდა. ის 11 წლის იყო, როცა დედამ და ბაბუამ 2017 წელს ესპანეთში ანდალუსიაში დასასვენებლად წაიყვანეს. ეს ყველაფერი ალექსის ბებიასთან შეთანხმებით მოხდა და ისინი ინგლისში 8 ოქტომბერს უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ალექსი ბოლოს მალაგას პორტში ნახეს. რაც განსაკუთრებით უცნაურია ალექს პეტის საქმეში ისაა, რომ სიუზანმა მალევე მიიღო Facebook შეტყობინება ალექსის გამტაცებლისგან, საკუთარი ქალიშვილისგან, ალექსის დედისგანსგან. შეტყობინებაში იყო შემაშფოთებელი ვიდეო, სადაც ალექსი დედასთან და ბაბუასთან ერთად ჩანდა და ისინი ხსნიდნენ, რომ მაროკოში ალტერნატიული ცხოვრების სტილის კომუნაში გადადიოდნენ. იქ ისინი ალექსს მოშორებდნენ იმას, რასაც ისინი გაერთიანებულ სამეფოში ჩვეულებრივი სკოლისა და ყოველდღიური ცხოვრების ინდოქტრინაციად მიიჩნევდნენ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება, რომელშიც ალექსი ძალით შეჰყავდათ, ნამდვილად ალტერნატიული იყო, ეს ნამდვილად არ იყო ჯანსაღი. ალექსი მოგვიანებით იტყოდა, რომ მომთაბარე ცხოვრების პირველი რამდენიმე წელი, რომელშიც დედამ და ბაბუამ ძალით ჩართეს, უფრო არ დადეგებს გავდა. მაგრამ როცა 14 წლის გახდა, რეალობა გამოიკვეთა. ის ზოგჯერ ეხმარებოდა სახლის შეღებვასა და რემონტში საცხოვრებლის სანაცვლოდ, საბოლოოდ კი წავიდა, რომ ფორმალური განათლება მიეღო და მომავალი სტაბილურობა მოეპოვებინა. სწორედ მაშინ დაიწყო მას გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნების განხილვა. მოგვიანებით მან თქვა: დავიწყე თითოეული ცხოვრების სტილის, დადებითი და უარყოფითი მხარების აწონთხარეების აწონდაწონა და რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ ინგლისი ნამდვილად სწორი გზა იყო. მან წერილი დაუტოვა დედას და შუაღამით დატოვა ის შორეული სასტუმრო, სადაც ცხოვრობდა. ღამით თან წაიღო, რაც ცოტა ფული და რამდენიმე აუცილებელი ნივთი ჰქონდა. 2023 წლის 13 დეკემბერს დილის 3 საათზე 26 წლის კურიერმა ის გზის პირას მოხეტიალე იპოვა. კურიერი შეშფოთდა და ალექსი აიყვანა, რაც ამდენი მსგავსი შემთხვევის სრული საპირისპირო იყო. უცნობი ადამიანის მანქანაში ჩაჯდომამ ამ შემთხვევაში ალექსი გადაარჩინა საშიში მდგომარეობიდან. ის პოლიციაში მიიყვანეს, რომლებმაც მას დაეხმარნენ გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნებაში 6 წლის შემდეგ, რაც ის გაუჩინარდა. ამ შემთხვევაში მას არ ქონია ცხენა თავისი გამტაცებლების მიმართ და თქვა, რომ ისე უყვარდა დედა და ბაბუა. უბრალოდ არ სურდა მათი ცხოვრების სტილით ცხოვრება. მაგრამ რაც შეეხება ბავშვებს, რომლებიც საბოლოოდ თავად პოულობენ სახლში დაბრუნების გზას, ალექსის მოგზაურობა არაფერია იმ გრძელ და მოულოდნელ გზასთან შედარებით, რომელიც ჩვენ შემდეგ შემთხვევას აქვს გავლილი. ნომერი 6. სარუ ბრაიარლი. შერუ მუნშიხანი დაახლოებით 1991 წელს დაიბადა კანდვაში, მადჰია პრადეშის შტატში, ინდოეთში, ჰინდუ დედისა და მუსლიმი მამის ოჯახში. როცა სარუ ჯერ პატარა იყო, მამის წასვლამ სარუ და დედამისი სიღარიბეში ჩააგდო. დედამის მძიმე სამშენებლო სამუშაოზე მუშაობა უწევდა, ხოლო სარუს და მის ორ და-ძმას ადგილობრივ სადგურზე მათხოვრობა სჭირდებოდათ, რომ როგორმე თავი გაეტანათ.
როგორც აღმოჩნდა, მატარებლით მგზავრობა იყო ის, რამაც სარუს ცხოვრება მთლიანად შეცვალა. 1986 წელს სარუს უფროსმა ძმამ გუდუმ თაგეგმა 43 მილიონი მგზავრობა მატარებლით კანდვადან ბურჰანპურის ქალაქში, სადაც იმედოვნებდნენ, რომ ცოტა მეტ ფულს იშოვიდნენ. სარუმს თხოვა, რომ მასაც გაჰყოლოდა და გუდუმ უხალისოდ დაუშვა, სრულიად გაუცნობიერებლად, როებლად რომ ამ დროს რეალურ დროში იწყებოდა პეპლის ეფექტი. როცა მატარებელი ბურჰანპურში ჩავიდა, სარუ, რომელიც მხოლოდ 5 წლის იყო, ძალიან დაღლილი იყო. გუდუმ უთხრა, რომ სადგურზე დალოდებოდა და დაეძინა და სარუმაც ზუსტად ასე მოიქცა. და სწორედ მაშინ მოხდა პირველი საშინელი შემობრის შემოbrunება. სარუს ძილის დროს გუდუ ლიანდაგებზე გადასვლისას მატარებელმა დაარტყა და ის გარდაიცვალა. როცა სარუ გაიღვიძა, არ იცოდა რა ხდებოდა და დაბნეული იყო, რატო არ იყო იქ მისი ძმა. მას შემდეგ, რაც სარუმ შეძლების დაგვარად დიდხანს დაიცადა, პანიკაში ჩავარდა და ჩაჯდა ცარიელ ვაგონში, რომელიც სადგურზე იდგა. სარუ ისევ ძალიან დაღლილი იყო გრძელი დღის შემდეგ და ვაგონში ჩაეძინა. მატარებელმა გზა მაშინ დაიწყო, როცა სარუ ეძინა და როცა გაიღვიძა, უკვე 930 მილი იყო სახლიდან დაშორებული. საკუთარი გარემოდან მოწყვეტილი და ძალიან პატარა იმისთვის, რომ გაეხსენებინა ან აეხსნა რა დაემართა, სარუ თითქმის 1000 მილზე იყო გაჭედილი თავისი ღარიბი დედისგან დაშვებული. ის იყო ჰოვრას სადგურზე, დასავლეთ ბენგალის აყვავებულ მეგაპოლის კალკუტაში. როცა ცდილობდა სხვა მატარებლებში ასვლას და სახლში დაბრუნების გზის პოვნას, ყოველთვის ისევ ჰოვრას სადგურზე ბრუნდებოდა. თავდაპირველად ის სადგურზე ნარჩენების შეგროვებით გადარჩა. შემდეგ კი ქალაქში გადავიდა, რომ როგორმე სამუშაო ეპოვა და თავი ერჩინა. ის ასე ცხოვრობდა რამდენიმე კვირის განმავლობაში, სანამ ერთმა თინეიჯერმა არ ნახა და პოლიციაში არ მიიყვანა, როგორც დაკარგული ბავშვი. შემდეგ კი მიუყვანეს დაწესებულებაში, სადაც მიტოვებულ ბავშვებს უვლიდნენ. რადგან ასაკის გამო ვერ შეძლო დედის ან სახლის შესახებ რაიმე ინფორმაციის მიწოდება, ის შვილად აყვანისთვის გამოაცხადეს. 1987 წელს მას ტასმანიაში, ავსტრალიაში მცხოვრებმა ოჯახმა იშვილა. ამასობაში სარუს დედა კამლა თავის ორ დაკარგულ შვილს ეძებდა. მას შემდეგ, რაც საშინელი ამბავი მიიღო, რომ გუდუ მოკლეს, მან ყველაფერი გააკეთა, რომ სარუს ძებნა გაეგრძელებინა. სარუ ავსტრალიაში გაიზარდა, ისწავლა ინგლისური და მოგვიანებით ბიზნესისა და სტუმართმოყვარეობის დიპლომი მიიღო ავსტრალიის საერთაშორისო სასტუმროების სკოლაში კამბერაში. მაგრამ მაშინ, როცა განათლებას იღებდა, სარუ კიდევ ერთ პროექტზე მუშაობდა. წლების განმავლობაში იყენებდა Google Earths, რათა თავისი სახლის პოვნა ეცადა. მან ფრთხილად მონიშნა სარკინიგზო ხაზები მთელ ინდოეთში თავისი ბუნდოვანი მოგონებების მის მიხედვით, აგროვებდა ყველა შესაძლო მტკიცებულებას, რათა ეპოვა თავისი წარმოშობის ყველაზე სავარაუდო ადგილი. და სწორედ ასე მიაგნო კანდვას. მას შემდეგ, რაც ადგილობრივებს Facebook-ის ჯგუფის მეშვეობით დაუკავშირდა, კიდევ უფრო დარწმუნდა, რომ ეს იყო მისი მშობლიური ქალაქი. ის დაბრუნდა თვითმფრინავით 25 წლის შემდეგ, რაც პირველად წავიდა და ბავშვობის ფოტოთი ხელში ქუჩებში სეირნობდა. მან იკითხა, იყო თუ არა ვინმე, ვისაც 20 წელზე მეტი ხნის წინ ამ ტერიტორიაზე შვილი დაეკარგა. თემის წევრებმა მალევე მიიყვანეს დედასთან და გადარჩენილ და ძმებთან, რომლებიც ახლა განათლებულები და მოგრძალებულადი წარმატებულები იყვნენ. გულის ამაჩოკებელი ამბავი გაერთიანებისა, მიუხედავად ყველა სირთულისა, მთელ მსოფლიოში გავრცელდა და სარუს წიგნი გრძელი გზა სახლში გადაიღეს ოსკარზე ნომინირებულ ფილმად ლომი, სადაც სარუს როლს დევ პატელი ასრულებს. მაგრამ მაშინ, როცა ეს ამბავი ჰოლივუდისთვის იყო მზად, ჩვენი შემდეგი ისტორია უფრო მეტ მოულოდნელობას შეიცავს, ვიდრე ყველაზე გადარეულ თრილერს. ნომერი 5. პოლ ფრანჩეკი. 1964 წლის 26 აპრილს ჩიკაგოში, ილინოისის შტატში მდებარე მაიკლ რისის საავადმყოფოში დორა ფრანჩეკმა გააჩინა პოლ ჯოზეფ ფრანჩეკი. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რამდენად უცნაური გახდებოდა მისი ცხოვრება. დაბადებიდან ერთი დღის შემდეგ, ქალი, რომელიც ექთნად იყო გადაცმული, მივიდა საწოლში მწოლიარე დორასთან და უთხრა, რომ ექიმს სურდა პოლისთვის ახლოდან შეეხედა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ის ჯანმრთელი იყო. რადგან დორას არ ჰქონდა მიზეზი დაეჭვებინა, რომ მას სიმართლეს არ ეუბნებოდნენ, მან პატარა პოლი მისცა და ის გაქრა. ეგრეთ წოდებული ექთანი პოლთან ერთად შენობიდან გავიდა და მას აღარასოდეს უნახავთ. ამან ჩიკაგოს ისტორიაში ამ დროისთვის ყველაზე დიდი ძებნა გამოიწვია, რომელშიც მასიურად ჩაერთო 175,000 პოსტის თანამშრომელი, 200 პოლიციელი და ფედერალური საგამოძიებო ბიურო. ამ შემთხვევაში რეაგირება განსაკუთრებულად სწრაფი იყო. იმავე ღამეს, შუა ღამემდე 600 სახლი გაჩხრიკეს. სამწუხაროდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და პაული ყველას ხელიდან დაუსხლდა. ეს ყველაფერი თავისთავად საკმარისი იყო, რომ ნამდვილ კოშმარად ქცეულიყო. მაგრამ ამის შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო უცნაური გახახდა ყველა მონაწილისთვის. 1965 წლის 2 ივლისს ნიუიორკში, ნიუ-ჯერსიში, სავაჭრო ცენტრის შუაგულში, საბავშვო ეტლში მიტოვებული ჩვილი ბიჭი იპოვეს. ბავშვი მზრუნველობაში გადაიყვანეს, სადაც მისმა მზრუნველმა მშობლებმა მას სკოტ მაკკინლი დაარქვეს. ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს სხვა ვარაუდი ჰქონდა იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის. იქნებ მის გამტაცებელს სინდისის ქენჯნა დაეწყო, ან მიხვდა, რომ ბავშვის მოვლის უნარები და რესურსები არ ჰქონდა. არავინ იცოდა, მაგრამ დორა ისე ბედნიერი იყო, რომ შვილი ისევ ნახა, რომ თითქმის არც კი აინტერესებდა. პოლი ფრანჩაკების ოჯახს დაუბრუნდა და ყველაფერი კარგად იყო, სანამ პოლი 10 წლის გახდებოდა.
და როცა საშობაო საჩუქრების წინასწარ სანახავად ეძებდა, შემთხვევით იპოვა გაზეთის ეგზემპლარი, სადაც მის გატაცებაზე იყო დაწერილი. ბუნებრივია, ეს ამბავი ძალიან შეაშფოთა, რადგან ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა ის ძალიან პატარა იყო და ვერაფერს გაიხსენებდა. მან დორას კითხა ამის შესახებ და დორა აშკარად შეწუხდა, რომ მან ეს გაიგო. მან გაუწყრა და უთხრა: "კი, გიდაცეს. ჩვენ გაგიტაცეს. ჩვენ გიპოვეთ. ჩვენ ძალიან გვიყვარხარ და მეტი არაფერია საჭირო იცოდე." მაგრამ ასეთი პასუხი პოლის შფოთვას უფრო აძლიერებდა, ვიდრე ამშვიდებდა. იმ დღიდან მოყოლებული, მას ყოველთვის ეჭვი ჰქონდა, რომ ფრანჩაკები მისი ნამდვილი მშობლები არ იყვნენ. მაგრამ ამ თემაზე თითქმის 40 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღია. 2012 წელს მთელი ცხოვრება ამ ტვირთით ცხოვრების შემდეგ მან დნმ-ის ტესტი ჩაიტარა და მშობლებსაც სთხოვა ნიმუშების ჩაბარება. თავდაპირველად დათანხმდნენ, მაგრამ ნიმუშების გაგზავნის შემდეგ სთხოვეს, რომ აღარ გაეგზელებინა ეს პროცესი. იმაზე ფიქრი, რას შეიძლება გაეგო, ძალიან საშინელი იყო. ეს მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა, მაგრამ პაულმა მაინც გადაწყვიტა დნმ-ის ტესტის გაგზავნა, რის შედეგადაც გაიგო, რომ საერთოდაც პაული არ იყო. დნმ-მა დაადასტურა, რომ ის სრულიად სხვა დაკარგული ბავშვი იყო, სახელად ჯეკ როზენტალი, რომელიც 10 წლეულების წინ დაუნდობელმა და ფსიქოლოგიურად არასტაბილურმა ბიოლოგიურმა მშობლებმა სმა მშობლებმა სავაჭრო ცენტრში მიატოვეს. აღმოჩნდა, რომ პაულ ფრანჩაკი სახლში არასდროს დაბრუნებულა. მაგრამ ბედის კიდევ ერთი უცნაური შემოbrunებით, ნამდვილი პაულ ფრანჩაკი სინამდვილეში ცოცხალი იყო. 2019 წლის დნმ-ის ტესტმა დაადასტურა, რომ პაული, რომელსაც წარმოდგენაც არ ჰქონდა თავისი ახალი ცხოვრების ბოროტი წარმოშობის შესახებ, სინამდვილეში მიჩიგანში კევინ რეი ბეტის სახელით ცხოვრობდა. მას არასდროს შეძლებია თავისი ბიოლოგიური დედის პირადად ნახვა, მაგრამ მათ რამდენჯერმე ესაუბრნენ ტელეფონით, სანამ ის 56 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვლებოდა. დღემდე ნამდვილი, ორიგინალი პაულ ფრანჩაკის გატაცების საკითხი გადაუჭრელია და FBI მას ღია საქმედ მიიჩნევს. მეოთხე, ნატაშა რაიანი. ნატაშა ენ რაიანი 14 წლის იყო, როდესაც დედამ 1988 წელს სკოლაში მიიყვანა. აგვისტო იყო და როკემპტონში, κουინსლენდი, ყინვიანი ამინდი იდგა, მაგრამ ჰაერში არაფერი მიანიშნებდა იმ საშინელებაზე, რაც უნდა მომხდარიყო. იმ საღამოს ნატაშა სახლში არ დაბრუნდა, რამაც მის მშობლებს მაშინვე შეშფოთება გამოიწვია. ისინი ნატაშაზე ღელავდნენ და მათი ფიქრები მაშინვე ყველაზე სავარაუდო ეჭვმიტანილისკენ, სკოტ ბლეკისკენ წავიდა. მათი ქალიშვილის 22 წლის მეგობარ ბიჭისკენ. ბლეკი ყოველთვის ცუდ გავლენას ახდენდა ნატაშაზე. თითქოს 22 წლის ბიჭის მიერ არასრულწლოვან გოგოსთან ურთიერთობა საკმარისი არ იყო, რომ სერიოზული საფრთხე დაენახათ. მან ნატაშა წააქეზა, რომ მასთან ერთად გაქცეულიყო და დაქორწინებულიყვნენ ერთი თვით ადრე, სანამ ის რეალურად გაუჩინარდებოდა. მაგრამ დაახლოებით იმავე პერიოდში კიდევ უფრო ბნელი ეჭვი გაჩნდა, რომ ნატაშა შესაძლოა მოქმედი სერიული მკვლელის მსხვერპლი გამხდარიყო, რომელიც იმ ტერიტორიაზე მოქმედებდა, სადაც ის გაუჩინარდა. ეს იყო ლეონარდ ფრეიზერის დანაშაულებრივი სერია, რომელმაც რამდენიმე წლის განმავლობაში 4-დან 7-მდე ქალი თავს დაესხა და მოკლა, სანამ 1999 წელს დააკავებდნენ ნატაშას გაუჩინარებიდან 1 წლის შემდეგ. იმავე წელს ნატაშას მეგობარი ბიჭი სკოტ ბლეკი ასევე წადგა როკემპტონის მაგისტრატთა სასამართლოს წინაშე ნატაშას გაქცევის მცდელობის საქმეს. ის დამნაშავედ ცნეს ხელის შეშლის ბრალდებაში, რადგან თქვა, რომ არ იცოდა თავისი არასრულწლოვანი შეყვარებულის ადგილსამყოფელი იმ დროინდროს. ზოგიერთმა გაბედა და იფიქრა ოპტიმისტურად, რომ შესაძლოა მეხი მეორედაც დაეცა და სკოტი კვლავ იყო პასუხისმგებელი ნატაშას გაუჩინარებაზე. მაგრამ როცა ვერავინ იპოვა ნატაშა, მისმა გატეხილმა მშობლებმა აღიარეს, რომ ის შესაძლოა უბრალოდ ლეონარდ ფრეიზერის მრავალი მსხვერპლიდან კიდევ ერთი ყოფილიყო. ფრეიზერმა მისი მკვლელობაც კი აღიარა, რაც თითქოს საქმეს დახურავდა. ოჯახმა მათი ქალიშვილისთვის სამახსოვრო ცერემონია გამართა. შემდეგ 2003 წელს ლეონარდ ფრეიზერის სასამართლო პროცესის დროს პოლიციამ ანონიმური შეტყობინება მიიღო, რომ ნატაშა ცოცხალი და ჯანმრთელი იყო ჩრდილოეთ როკემპტონის ერთ-ერთ სახლში. ნატაშას მამა თითქმის დაეცა, როდესაც განცხადება მოისმინა. სახლი, რომელსაც რა თქმა უნდა სკოტ ბლეკი ქირაობდა, პოლიციამ დაატყდა თავს. პოლიციამ აღმოაჩინა, რომ ნატაშა სახლში საძინებლის კარადაში იმალებოდა. ეს იყო ის, რასაც ნატაშა აკეთებდა ყოველთვას, როცა სტუმრები მოდიოდნენ. თავისუფლად მხოლოდ მაშინ გადაადგილდებოდა სახლში, როცა იქ მხოლოდ ის და სკოტი იყვნენ. ხოლო გარეთ მხოლოდ ღამით გადიოდა. ნატაშას თქმით, ის არ გაუტაცებიათ, არამედ მთელ ამ ამბავს ისე წარმოაჩენდა, თითქოს საკუთარი სურვილით გაიქცა სკოტთან ერთად. ცხადია, აქ აშკარად ჰქონდა ადგილი გრუმინგს, თუ გავითვალისწინებთ მათ შორის ასაკობრივ სხვაობას. საქმე მედიის სენსაციად იქცა. შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო დამაბნეველი გახდა. ნატაშამ საკუთარი სურვილით მისცა ჩვენება მისი სავარაუდო მკვლელის სასამართლო პროცესზე და დაადასტურა, რომ მას ცხოვრებაში არასდროს შეხვედრია. ნატაშას და სკოტს ორივე საუკენეს ბრალი მთელი ამ სქემის გამო. ნატაშას კი დაეკისრა ჯარიმა ცრუ გამოძიებების გამოწვევისთვის. სკოტი ცრუ ჩვენებისთვის ციხეში გაგზავნის და მასთან ერთად უზარმაზარი გამოძიების ხარჯების გადახდაც დაეკისრა. ფრეიზერი 2007 წელს ციხეში გარდაიცვალა. 2008 წელს ნატაშა და სკოტი დაქორწინდნენ და განაგრძეს ცხოვრება მთელი ამ ფიასკოდან მიღებული შემოსავლებით. მათ შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატაშამ ექსკლუზიური ქორწილის ფოტოების უფლება ჟურნალს $200,000 მიფიდა. როგორც ამ ვიდეოში მოთხრობილი ბევრი ისტორია, ნატაშას ისტორიასაც ბედნიერი დასასრული არ ჰქონდა.
ის 2024 წელს 40 წლის ასაკში როქჰემპტონის გოლფის კლუბში გარდაცვლილი იპოვეს. ხელისუფლებამ დანაშაულის კვალი გამორიცხა, მაგრამ ადრეული სიკვდილი ხშირად უცნაურ მოტივად გასდევს ბავშვების გაუჩინარების ასეთ შემთხვევებს. ჩვენი საშინელი შემთხვევების ტური მთელ მსოფლიოში გვატარებს, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა საშინელებათა ისტორია იწყება დაპირებით, რომ წაგიყვანენ დედამიწაზე ყველაზე ბედნიერ ადგილას. ნომერი 3. სუზან ჟერუე. 1960-იანი წლების საოცრად უმანკო დრო იყო. დრო, როცა 24 საათიანი ახალი ამბები და სოციალური მედია არ გვაშემდა დინებდა და არ გვიჩენდა მუდმივ პარანოიას. 1969 წელს, 4 წლის, სიუზან პრისტი პონტეფრაქტიდან, ინგლისიდან, ავტოსახლით დასასვენებლად იყო წასული თავის მარტოხელა დედასთან და და-ძმასთან ერთად. იმავე ბანაკში შოტლანდიიდან ჩამოსულმა კიდევ ერთმა ოჯახმა სიუზანის დედას საოცარი წინადადება შესთავაზა. ისინი სიხარულით წაიყვანდნენ სიუზანს უფასოდ, სიცოცხლეში ერთხელ ფლორიდაში, რომ დიზნეი ვორლდი ენახა. საჭირო იყო მხოლოდ ის, რომ სიუზანის დედას მიეცა სიუზანის დაბადების მოწმობა, რათა ისინი მის სახელს თავიანთ პასპორტში ჩაწევდნენ და ასე წაიყვანდნენ მას მოგზაურობაში. იგნორირება გაუკეთა ყველა გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ 4 წლის შვილი უცხო ადამიანებს საერთაშორისო მოგზაურობაში გაატანოს. დათანხმდა და გადასცა დოკუმენტები. რა თქმა უნდა, ის დაპირება, რომელიც მას მისცეს, ტყუილი აღმოჩნდა. სიუზანი არასოდეს წაუყვანიათ დისნეი ვორლდში. ამის ნაცვლად ის ჯერ კანადაში და ახალ ზელანდიაში წაიყვანეს, შემდეგ კი ავსტრალიაში დასახლდა თავის ახალ მშობლებთან ერთად. ის უბრალოდ ფიქრობდა, რომ აყვანილი ჰყავდათ. 16 წლის ასაკში ახალ ზელანდიის პასპორტის დოკუმენტებისთვის მისი ნამდვილი დედის ხელმოწერა გახდა საჭირო, რის შედეგადაც გაირკვა, რომ აყვანის დოკუმენტები საერთოდ არ არსებობდა. მისმა ყალბმა მშობლებმა განაცხადეს, რომ ის ნებაყოფლობით გააშვილეს. მაგრამ ამ დროისთვის მას უკვე აღარ ჰქონდა წარმოდგენა, როგორ დაბრუნებულიყო თავის ბიოლოგიურ დედასთან. მისი სახელი ახლა იყო სიუზან ჟერუეისი და მას აღარ ახსოვდა თავისი ნამდვილი გვარი. მისი ხალბი დედა გარდაიცვალა გაფანტული სკლეროზით, როცა სიუზანი 10 წლის იყო, რის შემდეგაც მას ძალიან დიდი სიყვარულით ზრდიდა მისი მოგზაური საზოგადოება. როცა სიუზანი 21 წლის გახდა, ორივე გამტაცებელი უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო მისი ბიოლოგიური ოჯახი კვლავ ეძებდა მას ინგლისში. მან გადაწყვიტა ამდენი წლის შემდეგ მაინც ეცადა ამ კავშირის დამყარება. ქმრისა და შვილების წახალისებით, სიუზანმა შეძლო თავისი ოჯახის პოვნა პონტეფრაქტის ადგილობრივების Facebook ჯგუფის მეშვეობით, პირველი გაუჩინარებიდან 53 წლის შემდეგ. მან შეძლო და კვლავ დავკავშირდა თავის და-ძმებს და პირისპირ შეხვედრაც დაგეგმა. სამწუხაროდ, მისი ბიოლოგიური დედა ამ ყველაფრამდე 8 წლით ადრე გარდაიცვალა და ვერასდროს გაიგო რა დაემართა მის შვილს. მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმა წყვილმა გადაწყვიტა მოეტყუებინა მშობელი და სამუდამოდ წაიყვანა მისი შვილი. ამ ვიდეოში ბევრ შემაშფოთებელ შემთხვევაზე ვისაუბრეთ, მაგრამ არც ერთი მათგანი ვერ შეედრება იმას, როცა გატაცებამ მკვლელობასაც გულისხმობს. ნომერი 2. ჰიზერ რობინსონი. ვიდეოში, სადაც მართლაც საშინელი დამნაშავეები გვხვდება, ცოტა ისეთი ეშმაკური, როგორიც ჯონ ედვარდ რობინსონია, ან როგორც თავად უწოდებდა თავს ინტერნეტში, მონების ბატონი. მისი შემზარავი დანაშაულებრივი სერიის შედიის შედეგად, რომელმაც 8 ქალი იმსხვერპლა, რობინსონი ინტერნეტის პირველ სერიულ მკვლელად გახდა ცნობილი. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ინტერნეტი გამოიყენა თავისი მრავალრიცხოვანი თაღლითობების გობების გასატარებლად და უდანაშაულო ადამიანების მოსატყუებლად. 1985 წელს მან 19 წლის დედას ლისა სტასის ჰოუპ ჰაუსის ქალთა თავშესაფარში მიაკითხა ყალბის სახელი, ჯონლით ჯონ ოსბორნი. მან დაჰპირდა გაჭირვებულ 19 წლის ლისა სტასის და მის 4 თვიან ქალიშვილ ტიფამის საცხოვრებელსა და ფინანსურ დახმარებას, იმ პირობით, რომ ლისა ხელს მოაწერდა ცარიელ ფურცლებს. ეს სინამდვილეში იყო სქემა, რომლითაც ის აყალბებდა შვილზე უარის თქმის დოკუმენტებს, რათა ბავშვი მოეპარა და გაეყიდა, სანამ ლისას სასტიკად მოკლავდა. სხვათა შორის, ლისა სტასის გაუჩინარების მე-მეორე დღეს, რობინსონი მივიდა თავის ძმასთან, დონთან და მის ცოლთან წარმოუდგენელი შეთავაზებით. წყვილს შვილად აყვანაში პრობლემები ჰქონდა, მაგრამ რობინსონს თითქოს შემთხვევით ეპოვა ბავშვი ქალისგან, რომელიც, ასე ვთქვათ, მათთან აღარ იყო. რობინსონებმა მაშინვე იშვილეს სტეფენი სტასი და მას სახელი შეუცვალეს. ჰიზერ რობინსონი დანი დაარქვეს. ისინი ყოველთვის მადლიერები იქნებოდნენ ჰიზერის ბიძა ჯონის მიმართ, რომ მათ სასწაულივით ბავშვი აჩუქა. რა თქმა უნდა, მან ეს გულითადი სიკეთის გამო არ გააკეთა. მან საკუთარ ძმას გოგონას სანაცვლოდ $5,500 იურიდიულ ხარჯებში გადაახტევინა. მისი ბოროტება ოჯახის წევრებსაც არინდობდა. ხოლოდ მაშინ, როცა ჰიზერი 15 წლის გახდა, გაიგო საშინელი სიმართლე. მას შემდეგ, რაც ბიძა ჯონი თავისი დანაშაულებისთვის დააკავეს. მისმა ბიძამ მოკლა მისი ბიოლოგიური დედა და ის ახალ მშობლებს გადასცა. რობინსონი დღემდე სიკვდილმის ჯილთა ბლოკშია, ხოლო ჰიზერი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებას მიუახლოვდეს. მაგრამ რა სიტყვით იმ ბავშვზე, რომელმაც ყველაზე მეტი დრო დახარჯა სახლში დაბრუნების გზის საპოვნელად? პირველი ნომერი, ლუის ალბინო. როცა საქმე დაკარგული ბავშვების დაბრუნებას ეხება, ყველაზე უცნაური და დაუჯერებელი შემთხვევა 6 წლის ლუის ალბინოსია.
1951 წელს ლუის ალბინო და მისი უფროსი ძმა როჯერ ალბინო ოკლენდში, კალიფორნიაში პარკში თამაშობდნენ, როცა უცნობი ქალი მიუახლოვდათ. ის საკმაოდ მეგობრულად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით უმცროსი და უფრო გულუბრყვილო ლუის ალბინოს მიმართ, მაგრამ მასში რაღაცაც უცნაური იყო. ქალმა ლუის უთხრა, რომ თუ გააყვებოდა, მისთვის ტკბილეულს უფასოდ მისცემდა. ეს მარტივი ხრიკი იყო იმ დროს, როცა ხალხი ჯერ კიდევ თითქმის არ ფიქრობდა ბავშვების გამტაცებლებზე. როცა ლუის ალბინო ქალს გაჰყვა, როჯერ ალბინო უკან მიჰყვა და თვალყურს ადევნებდა მათ. მხოლოდ 10 წლის ასაკში, თუ სიტუაცია ცუდად წავიდოდა, მას ბევრი არაფრის გაკეთება შეეძლო. ამიტომ მან სახლისკენ გაიქცა, რომ უფროსისთვის ეთქვა, მაგრამ იმ დროისთვის უკვე ძალიან გვიანი იყო. ლუისი უკვე წაიყვანეს. რა თქმა უნდა, ლუისის ოჯახი პირდაპირ ოკლენდში პოლიციაში მივიდა. რადგან ლუისის დედა ანტონია პუერტო-რიკოელი იყო და მხოლოდ ესპანურად საუბრობდა, როჯერ ალბინო იყო მთავარი კონტაქტი. გამომძიებლებმა იქ მართლაც ძალიან სერიოზულად მიიღეს ახალგაზრდა როჯერ ალბინოს სიტყვებით. მათ დაიწყეს მასშტაბური ერთობლივი ძებნა მხოლოდ როჯერ ალბინოს ჩვენების საფუძველზე, რომ უცნობი ქალი, რომელსაც ბანდანა ეკეთა, ლუის ალბინო წაიყვანა. როდესაც გამოძიების მნიშვნელოვანი საათები იკარგებოდა, სანაპირო დაცვა ამოწმებდა წყლებს ჯეკ ლონდონის მოედნისა და სან-ფრანცისკოს ორის გარშემო, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. ამ დროს ლუისის დაბრუნების რეალური შანსი ხელიდან გაუშვეს. არანაირი კვალი არ არსებობდა და მიუხედავად ანტონიას ძალიან ხშირი ვიზიტებისა ოკლენდში, პოლიციის განყოფილებაში, პროგრესი არ ყოფილა. ოჯახმა კიდევ ერთხელ სცადა პასუხების მიღება 1966 წელს 15 წლის შემდეგ. ამ დროისთვის ლუისი ცოცხალი რომ ყოფილიყო, 21 წლის იქნებოდა. როგორც ალბინოსები იმედოვნებდნენ, შეიძლებოდა მას სამხედრო სამსახურის გამოცდებზე რაიმე ჩანაწერი დაეტოვებინა, რადგან ვიეტნამის ომის გაწევა უკვე ძალაში იყო. არ გაუმთლათ მგაუმართლად, მაგრამ იმედი მაინც არ დაუკარგავთ. ისინი რამდენჯერმე დაბრუნდნენ პუერტო-რიკოში, რათა ლუისისთვის ეძებნათ, თუ შემთხვევით იქ წაიყვანათ. მაინც ვერ მიაგნეს. წლები 10 წლეულებად იქცა. საბოლოოდ ანტონია 2005 წელს გარდაიცვალა, ისე რომ ვერ გაიგო, რა დაემართა მის შვილს. როჯერი, მიუხედავად იმისა, რომ რეალური ძალა არ ჰქონდა სიტუაციის შესაცვლელად, ალბათ მთელი ეს დრო თავის ძმის გადარჩენის უანარობის გამო დანაშაულის გრძნობა ატარა. ხალხი ალბათ ფიქრობდა, რომ ლუისი უკვე მკვდარი იყო და მისი სხეული მხოლოდ ძვლებად იყო ქცეული. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა 2020 წელს სრულიად შემხევით. ალიტა ალეკინმა, ლუისის 63 წლის დისშვილმა, უბრალოდ გართობისთვის გადაწყვიტა დნმ-ის ტესტის გაკეთება. მაგრამ ამ პროცესში არ მოაჩინა, რომ მას ქვეყნის მეორე მხარეს აღმოსავლეთ სანაპიროზე 22%-იანი დნმ-ის დამტხვევა ჰქონდა. ეს ძალიან კარგი ჩანდა იმისთვის, რომ სიმართლე ყოფილიყო, მაგრამ იქნებეს ლუისი იყო, ცდაღირდა. მან სცადა დაკავშირება, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. ამის ნაცვლად 2024 წელს დაბრუნდა ოკლენდში პოლიციაში და მათ ინფორმაცია გადასცა, სთხოვა დახმარება ამ ახალი კვალის გამოძიებაში. ამის შემდეგ საქმეში ჩაერთო FBI და კალიფორნიის იუსტიციის დეპარტამენტი და იმედმა გაიმარჯვა. ეს ნამდვილად ლუის ალბინო იყო, რომელიც აღმოაჩინეს 69 წლის ასაკში, მისი გაუჩინარებიდან 73 წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ უცნობი ქალი, რომელმაც იგი გაიტაცა, ალბათ უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, ლუისმა დაადასტურა, რომ იგი წაიყვანეს აღმოსავლეთ სანაპიროზე მსხოვრებ წყვილთან, რომლებმაც ის საკუთარ შვილად გაზარდეს. იმ 7 წლეულის განმავლობაში, რაც ის გაუჩინარდა, ლუისი მუშაობდა მეხანძრედ და ორჯერ მსახურობდა ვიეტნამში საზღვაო ქვეითთა კორპუსში. მას ჰყავდა შვილებიც და შვილიშვილებიც. როდესაც კავშირი დადასტურდა, ლუისი კალიფორნიაში დაბრუნდა. მან შეძლო შეხვედროდა თავის ძმას როჯერას 2 თვით ადრე ვიდრე თავად როჯერი გარდაიცვლებოდა. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რეალური ცხოვრება ხშირად ბევრად უცნაურია ვიდრე გამოგონილი ამბები. კიდევ გაქვს სურვილი უფრო უცნაური გაუჩინარების საიდუმლოებების მოსასმენად? უნდა ნახო ვიდეო 10 წლის განმავლობაში დაკარგული თანამშრომელის სუპერმარკეტში იპოვეს და სხვა დაკარგული ადამიანების ისტორიები. ან ამის ნაცვლად ეს ნახე.